როგორ გავანულოთ ცესხი? მსგავსი შინაარსის კითხვები სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება და ასევე გვხვდება ინფორმაციები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ცესხის ეგრეთ წოდებულ განულებაში იგულისხმება ცესხის ხანდაზმულად ცნობა, რომელიც ავტომატურად არ ხდება და ამას მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო ადგენს. სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, მათ შორის შედის რა თქმა უნდა ცესხის ხელშეკრულებაც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 3 წლის გასვლის შემდეგ ცესხი ავტომატურად ხდება ხანდაზმული. ამისთვის აუცილებელი არის პირმა, რომელსაც აქვს ხვალი, მიმართოს სასამართლოს ცესხის ხანდაზმულად ცნობის შესახებ. მთავარი პრობლემა, რაც მოქალაქეები უშვებენ, როდესაც საჩელი ვარდებათ სასამართლოსგან, გონიათ, რომ მისი ჩაუბარებლობა პრობლემას მოაგვარებს. სინამდვილეში პირიქით ხდება. თუ მოქალაქემ არ ჩაიბარა სარჩელი და შესაძლებელი არ წარადგინა იმ ვადაში, რა ვადაშიც მას მოითხოვება, სასამართლო მაგ შემთხვევაში გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ კრედიტორის მოთხოვნას დააკმაყოფილებს სრულად. თუ მომხმარებელი სასამართლო დავას მოიგებს, ბაჟისა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურება დამარცხებულ მხარეს, ანუ ბანკს ეკისრება. ხანდაზმულობის ვადის ათვლაკი იმ მომენტიდან იწყება, როდესაც გადახდა შეწყვეტილია და კრედიტორს ცესხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ვადის ათვლა თავიდან იწყება. როდესაც ბანკის წარმომადგენელი ან ამომღები კომპანიის წარმომადგენელი გვიკავშირდება და გთხოვს, რომ ჩავრიცხოთ რაღაც მინიმალური თანხა მაინც, ხომ? ან თქვათ გითხრას, რომ აი 2 დღეში ჩარიცხეთ, თუ დღეს არ გვაქვს და ჩვენ შევპირდებით, რომ კი, ამას მე გავაკეთებ. ეს უკვე შეიძლება, ჩაითვლება ამ ვადის თავიდან ათვლის პირობად. თუ მაგალითად გასული იყო 2 წელი და 10 თვე და 2 თვე ქონდა დარჩენილი იმისთვის, რომ ეს ცესხი ხანდაზმულად გვექცია, რა წამს კი ჩვენ ამ მინიმალურ თანხას თუნდაც ათვლას ჩავრიცხავთ, ეს ვადა თავიდან დაიწყება. მოგესალმებით. თქვენს ოჯახის წევრს ჩვენს ბანკში უფიქსირდება ვადა გადაცილებული ცესხი. თუ შეიძლება რომ დაგვაკავშიროთ. ხშირად საკრედიტო ბიუროს ან ბანკის წარმომადგენელი მოვალის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს უკავშირდებიან და თანხის გადახდას თხოვენ. მსგავსი ფსიქოლოგიური ზეწოლა ან მუქარა კანონდარღვევაა. ასეთ დროს მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და მსგავსი ქმედება გაასაჩივროს. ნათესავებთან დარეკვის უფლება საერთოდ არ აქვთ, პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევაა, უფლების დაცვის დარღვევაა. ერთადერთი ვისაც შეუძლიათ კონტაქტი ჰქონდეთ კრედიტორებს, ეს არის თავდები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ 3 წლის განმავლობაში არ მოახდენენ დაუშვათ მოთხოვნის აღსრულებას, თუ თავდაპირველი მოვალე უარს განაცხადებს შესაძლებლობის დაწერაზე, ეს არ არტყმის თავდების უფლებას, რომ თვითონ შეიტანოს შესაძლებელი და შესაბამისად ავტომატურად მაინც განულდება ცესხი. სასამართლოს მიერ ცესხის ხანდაზმულად ცნობა შესაძლოა გვათავისუფლებდეს გადახდის ვალდებულებისგან, თუმცა საკრედიტო ისტორიაში ეს დავალიანება მაინც არ ითვლება დაფარულად. ის გარკვეული დროის განმავლობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს საკრედიტო ისტორიაზე. თქვენ მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც თქვათ სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, ცესხი ხანდაზმულად აღიარა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მეორე დღესვე გვაქვს სუფთა საკრედიტო ისტორია და შეგვიძლია თქვათ რაღაცა ნებისმიერი ცესხი ავიღოთ. ეს არ არის ასე. ეს ისტორიაში რჩება, საკრედიტო ისტორია ჯერ კიდევ სუფთა არ გვაქვს. ასე ვთქვათ, 5 წლის განმავლობაში რჩება და ამ დროის გასვლის შემდეგ ჩვენ უნდა მივმართოთ ორგანიზაციას და მოვითხოვოთ ჩვენი ამ სეიდან ამოღება. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც ბანკი მსესხებელთან მოლაპარაკების საფუძველზე თავად უზრუნველყოფს პირის ეგრეთ წოდებული შავი სიიდან ამოღებას, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ. ხო, არსებობს კიდევ მოლაპარაკებები, როდესაც მაგალითად თვითონ კრედიტორმა იცის, რომ ცესხი ხანდაზმული არის და სასამართლოში პროცესის გამართვის შემდეგ ხანდაზმულად იქნება ცნობილი, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე მოლაპარაკებები მსესხებელთან, რადგანაც მინიმალური თანხის გადახდის სანაცვლოდ ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ საკრედიტო ბიუროში მათი ინფორმაცია იქნება სხვანაირად შეცვლილი, ანუ არა ხანდაზმულად ცნობილი, არამედ გადახდილად ჩაითვლება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეს, რომ მალევე შეძლოს ცესხის აღება. სასამართლოს მიერ ცესხის ხანდაზმულად აღიარება ნიშნავს, რომ კრედიტორი ვალის იძულებით ამოღებას ვეღარ შეძლებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ინფორმაცია დავალიანების შესახებ ბაზაში კვლავ რჩება, რაც წლების განმავლობაში ნეგატიურად აისახება პირის საკრედიტო რეიტინგზე.